აბა ვის გინდათ აი ასეთი ფანტასტიკური ქათმის ფლავი, აი ფანტელები ნახეთ როგორია. სასწაული, აი სასწაული. აი ვისაც გინდათ ესეთი ქათმის ფლავი უგემრიელესი, უსასწაულესი. ნახეთ როგორია. მიყევით რეცეპტს. ქათმის საოცარი ეს მთლიანი ნიორი აღარ გჭირდება, უნდა ამოვიდეთ. საოცარი ქათმის ფლავი ხათოსგან უმარტივესად. გემრიელესი, ნახეთ რა სილამაზეა. მიყევით რეცეპტს. მიყვარხართ. მოგესალმებით შემოსაყვარელო მეგობრებო, დღეს არის 19 მარტი და ვინც ამ დღეს ხართ დაბადებულები, ჩემი გამომწერები, ყველას გილოცავთ დაბადების დღეს, იყავით ჯანმრთელები, ბედნიერები, ბედნიერი დღე გაგვითენა უფალმა დღესაც, ამინდის მიუხედავად, ბედნიერი იმიტომ არის, რომ ჯანმრთელები ვართ, ცოცხლები ვართ, ჩვენი შვილები კარგად არიან, ჩვენი ოჯახის წევრები კარგად არიან, ამიტომ ყოველთვის მადლიერები უნდა ვიყოთ უფლის. ეხლა მინდა ძალიან ნოყიერი სადილი გავაკეთო, ყოველთვის ყველა დიასახლისი ვფიქრობთ ყოველდღიურად რა გავაკეთოთ, ეხლა უნდა გავაკეთო ძალიან ნოყიერი სადილი, ცოტა ბლომად, რომ 2 დღე მაინც გვეყოს, მე სანდროს, მიშო მარხვაზია, მე და სანდროს. და აი სუსაჭმელს არ ვეძებდეთ. და ეს არის მისი უდიდებულესობა, ბრინჯის ფლავი, რისთვისაც დაგჭირდება აი ესეთი სულთანის ბრინჯი ვიყიდე, ძალიან კარგია ეს ბრინჯი, უბრალოდ როცა ფასდაკლება არ არის, 9 ლარი ღირს და ძალიან მეძვირა, მაგრამ ნუ რა ვქნა, ახლა ესეთი ფასებია. არის ხოლმე ლიბრეში ფასდაკლებები და თუ იქნება აუცილებლად იყიდეთ, ძალიან კარგი ბრინჯია, დამჭირდება 4 ჭიქით გავაკეთებ, 4 ჭიქა, ვიყიდე 3 ცალი, ჩვენ ხორცისტები ვარ და სანდროს ბევრი ხორცი უყვარს, აი ძვლიან ფილეს რო ეძახიან, ამას კანს რა თქმა უნდა მოვაშორებ და გადავაგდებ და დავჭრი კუბიკებად, ეს დაგჭირდება, 2 მოზრდილი სტაფილო დამჭირდება, 3 თავი ხახვი დამჭირდება. ბულგარული კლასიკურ ფლავის რეცეპტში არ არის, მაგრამ ხორცს ძალიან უხდება ქათამს და მე მიყვარს და დაუმატებ უგემრიელესი რომ გამოვიდეს, მარილი დაგჭირდება, 1 არაგარჩეული ნიორი დაგჭირდება მთლიანი თავი, დამჭირდება ყვითელი ყვავილი ფერისთვის რა თქმა უნდა, ძირა და შავი პილპილი, ნახევარი ჩაის კოვზი, რომ არ გაგუშაოს ჩვენი ბრინჯის ფლავი და ეხლა რა მარტივად მოვამზადებ, ყველაფერს დეტალურად გაჩვენებთ, მიყვარხართ. ფილე გამოვაცალე ძულოვანი ნაწილები, დავჭერი მოგრძო ნაჭრებად და აი ეხლა ოდნავ ზეთი მოვასხი და კარგად ესე მოვბრაწავ. ანუ ოდნავ რომ მოიშუშება, დავაყრი ბლომად ხახვს, 3 დიდი თავი ხახვა მაქვს. და კერძი რომ გამოვიდეს ძალიან გემრიელი, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ეს კერძის დიდი სიყვარული. დავაყარე ხახვი, გავუკეთე აუცილებლად 4 ცალი დაფნის ფოთოლი, 4-5 დაფნის ფოთოლი აუცილებლად უხდება არომატისთვის, დაფნა საოცარი პროდუქტია და ძალიან აკეთილშობილებს ჩვენს სადილებს და ეხა სანამ სტაფილოს დავჭრი მოგრძო ნაწილებად სტაფილოს. ეხა წავა ბულგარული, მერე სტაფილო. ეს კარგად მოიდაღება გემრიელად, ესე ლამაზად გაყვითულდება. დავაყარე ბულგარულიც და ბულგარულთან ერთად ფერისთვის, აი ლამაზი რომ გამოვიდეს, ძალიან უხდება წითელი ბულგარული, ნახეთ. და ეხლა გადავალ სტაფილოს დამუშავებაზე. ოდნავ წყალი გამოვშვა, ამიტომ აუწიე მაღალზე, რომ ეს წყალი უფრო სწრაფად ჩაიშროს, მოიბრაწოს კარგად და გაჩვენებთ მე რას გავაკეთებთ. ისეთი სურნელი უკვე ტრიალებს, უკვე შეიძლება სტაფილოს დამატებას, რომელიც მარტივად დავჭერი ეს მოგრძო ნაჭრებად და ეხლა გავაგრძელებ მოთუშვას. სულთან ამ ბრინჯს სულთანი ქვია და ძალიან აქებენ, არის კარგად ესე დაფასოებული და არ გამომიყენებია ფლავში და ეხლა გამოვიყენებ, აუცილებლად შეიძინეთ თქვენც და მოამზადეთ, ძალიან გემრიელი გამოვა, ასე მგონია, ისე მიქეს. და ეხლა გავრეცხავ, მე ყოველთვის რაც არ უნდა დაფასოებული იყოს, მაინც კარგად ვრეცხავ ბრინჯს. 4 ჭიქაზე დამჭირდება 8 ჭიქა
წყალი და დაგიბრუნდებით. აი ესეთი 200 გრამიანი ჭიქები რო არის, აი ზუსტად ზომავს. მე რო ნავთლუხში ვიყიდე ეს ჭიქები, ნახეთ ბრინჯი როგორი კარგია. მარგარი გამოვა. ეხლა ამას გავრეცხავ 4 ჭიქას, უნდა ზუსტად ესეთივე ჭიქა, 8 ჭიქა წყალი და დავასხავ მერე ის რო დაიბრაწება და გაჩვენებთ დანარჩენ ყველაფერს. ეხლა აქ მაქვს თითო არასავსე ჩაის კოუზი, ყვითელი ყვავილი, ძირა, შავი პილპილი. ამასაც დავაყრი. აუცილებლად რაოდენობა ბევრია და 1 სუფრის კოუზი მოუნდება მარილი. ეხა ამ ყველაფერს ესე კარგად ამოურევ და უკვე კერძი ნახეთ როგორი ლამაზია. ნახეთ, ჩემი პატარა სამზარეულო რესტორანი რომ მქონდეს, აუცილებლად მომამზადებდი ხოლმე ამ კერძსაც. ნახეთ, ნახეთ როგორია. აი, ცოტაც დაჭირდება ეხა წყალი მთლიანად ამოიშრო ამას და ცოტას მოვბრაწავ და უკვე გამზადებული მაგ 8 დაიმახსოვრეთ. აი 2 ჭიქას თუ გააკეთებთ 4 ჭიქა წყალი, ხო კარგად ხსნი. თუ 4 ჭიქა ჩემი დიდი ბევრი ქათმის ფილე მქონდა და 4 ჭიქაზე 8 ჭიქა. აი ეს არის ოქროს წესი. თუ გინდათ რომ ფანტელა, აი საერთოდ არ რეცხავ, ბრინჯს რო რეცხავენ და ისე რო აკეთებენ ფლავს, ყველაფერს ერთად ვაკეთებ და აი სასწაული ფლავი გამოდის. თუ ზუსტად ესე გააკეთებთ, როგორც მე გასწავლით. ამას უკვე აღარაფერი აღარ უნდა, ნიორს გადავაჭერი უბრალოდ თავი და აი ესე შუაში კარგად ჩაუდებ. აი ესე კარგად ჩაუდებ ნიორს და всё, მორჩა. დავასხავ ახლა წყალს და ჯერ უნდა ადუღდეს, თუხთუხს რო დაიწყებს, არ უნდა დავაფაროთ. მერე სულ მაქსიმალურზე, სულ ბოლოზე დაუწევთ და მერე ვაფარებთ თავსახურს და ველოდებით ფლავის მომზადებას. 20 წუთში თქვენი ფლავი მზად იქნება. დავასხი თქვენი სითხე, ეხა ესე ამოურევ და მაინც გავსინჯავ, ყველაფერს გავუსინჯავ გემოს ესე. წყალს, ანუ მარილი როგორ აქვს. მე მგონი აი ოდნავ მოვაფრქვევ კიდე მარილს, აი ოდნავ და მორჩა. ეხლა აუცილებლად უნდა დაველოდო ეს რო ადუხდება, ჯერ მაგ ძალიან მაღალზე, ნახეთ. თუ დააფარებთ და მაღალზე დატოვებთ, ან რაღაცას დაარღვევთ ტემპერატურას, არ გამოგივათ ისეთი ფლავი. ეხლა ველოდები, აი ნახეთ, უნდა დაველოდო ადუღებას და თუხთუხს რო დაიწყებს, მერე გაჩვენებთ როგორ დავაფარებთ და სულ ბოლომდე უნდა დაუწიოთ და ზუსტად 20 წუთში თქვენი ბრინჯი მზად არის. ნახეთ როგორ თუხთუხებს. აი ეხლა ძალიან ბოლო პოზიციაზე, სულ ბოლომდე, აი თითქმის გამორთული, ყველაზე ბოლო პოზიციაზე. დაუწიე, დავაფარე და დაგანახებთ ზუსტად 20 წუთში და ჯადოსნური ფლავი იქნება მზად. მიყვარხართ.